ეხლა დღეს თქვენ რაც გჭირდებათ გამოკვლევები ყველაფერს გაგიკეთებთ მაქსიმალურად. თქვენ ხო იცით რომ ახალი დაზღვევა როა საყოველთაო დაზღვევა. გაქვთ ალბათ ეს ინფორმაცია სახელმწიფოსგან, ეს ძალიან დიდი საჩუქარია და ჩვენ შეგვიძლია რომ ამის ფარგლებში რაღაცა ბევრი დახმარებები გაგიკეთოთ თქვენ. ყველას პენსიონერებს ამ დაზღვევის ფარგლებში თქვენ გეძლებათ იმის საშუალება რომ აგინას გაუვდეთ 90%. ჩემს კლინიკას და დუშეთის გამგეობას. ჯერ კიდევ 8 თვის წინ გაფორმებული გვაქვს ერთობლივი თანამშრომლობის ხელშეკრულება. მე გახლავართ ოფთალმოლოგი. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოდან ჩამოვედით ექიმები თქვენს რაიონში, ვახორციელებთ გასინჯვებს. გაფორმდა რესპუბლიკური საავადმყოფოსა და რაიონის დუშეთის მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი და ამ მემორანდუმის საფუძველზე ვახორციელებთ ასეთ გასინჯვებს, აქციებს. ეს არის სრულიად უფასო, ჩვენი კეთილი ნებითა და სურვილით ნებისმიერ საქალაქო სახლს შეუძლია მოგმართოს. ჩვენ ვართ თითქმის ყველა სპეციალისტი, ლაბორატორია, კარდიოლოგია, კარდიოგრაფის აპარატის გვაქვს და ეხოსკოპის აპარატი და ეს ჩვენი სახსები, რაც შეგვიძლია, ასე შევგროვდით, მოგროვდით ექიმები და ვეხმარებით მოსახლეობას. დღეს ვატარებთ საქველმოქმედო აქცია და უნდა გითხრათ, რომ ეს არ არის პირველი. ჩამოვდივართ ექიმების ჯგუფი, ყავს თითქმის ყველა პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, მერაბდვალის თვალის კლინიკის წარმომადგენლები, ეხოსკოპისტები, იმ გამოკვლევებს, რომელსაც პაციენტი ვერ იტარებს, ჩვენ ვცდილობთ, რომ გაუკეთოთ ეს გამოკვლევა აქ. გარდა ამისა, თუ საშუალება არის დავეხმაროთ კიდე და აღმოვაჩენთ რომ არის საოპერაციო, დაუფინანსოთ ეს ოპერაციაც, დავეხმაროთ მედიკამენტებით, შევავსეთ ფორმას და ამდენად აღმოვჩენთ მათ დახმარებას და ჩვენ ამით იმის თქვა გვინდა რომ ეს პაციენტები არ არიან მიტოვებულები და მათ უტარდებათ დახმარება, აღმოჩინებათ ყოველთვის. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია. ჩვენ ვიმყოფებით უფასო აქციაზე, მოვედით მოვიყვანე ბავშვები, ვიყავით პედიატრთან და ძალიან კმაყოფილი ვართ, გავიარეთ პედიატრის კონსულტაცია, ეხლა ვიმყოფებით კარდიოლოგთან, შემდეგ ალბათ ქირურგთან შევალთ და რა ვიცი, ძალიან კარგი აქცია, დიდი მადლობელი ვარ, ყველა ექიმი კარგად მოგვემსახურა. დიდი მადლობა. ჩვენ პერიოდულად ვატარებთ საქველმოქმედო აქციებს, წარმოგვიდგენია სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, რომლებიც ამბულატორულ მომსახურებას გაუწევენ პაციენტებს, ასევე ტარდება ლაბორატორული გამოკვლევები, სხვადასხვა ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევები, ეხოსკოპია, ისეთ პაციენტებს, რომელსაც ჭირდებათ უკვე სტაციონარული მომსახურება, აი ამ მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ გავუწევთ დახმარებას რესპუბლიკურ საავადმყოფოში. თბილისიდან ჩამოვიდნენ ქალაქ დუშეთში ექიმები, კვალიფიციური ექიმები, გამოსაკვლევად ხალხის, რა თქმა უნდა, გავიგე და მოვედი რაღაც გამოსაკვლევად. და ოფთალმოლოგთან შევედი, ჩამიტარდა გამოკვლევა, დამინიშნა მკურნალობა და რა ვიცი. მაყოფილი ვარ რომ ყველაფერს. დღეს ვიმყოფებით დუშეთში მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც გაფორმებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. დღეს წარმოდგენილია გამოკვლევების თითქმის მთელი სპექტრი. აქცია შემოუერთდა კლინიკა ახალი მზერა პროფესორ დვალის ხელმძღვანელობით, თვალის კლინიკა მოხსნებელებაში და ასევე შემოუერთდა პარტნიორია მხარდამჭერია ჩვენი ჰამბურგის გერმანული ლაბორატორია. აღნიშნული ანალიზები გადაიგზავნება გერმანიაში, შემდგომ მოვაწოდებთ პაციენტებს და ასევე ჩვენს ამ აღნიშნულ აქციებს ვაგრძელებთ პერმანენტულად გაგრძელდება. ამას აქ უკვე თვითონ მოსახლეობაც ხედავს, დღეს ძალიან ბევრი პაციენტი დამხვდა, რომელიც უკვე ადრეც იყო ჩვენს მიერ გასინჯული, შემომხვდნენ და ძალიან მოხარულები არიან, რომ ჩვენ მათ ასევე ეხმარებით. დღეს ასევე იქნება ახალი
სერვისი გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ შეგვიძლია ექიმების გარკვეული ნაწილი ბინაზე მომსახუროს ისეთ პაციენტებს, რომლებსაც არ შეუძლიათ გადაადგილება და არიან წოლიარე ავადმყოფები. ასე რომ ჩვენი აქციები გაგრძელდება. მემორანდუმის ფარგლებში ვაწარმოებთ ჩვენ კვლევას დუშეთის რეგიონში. საერთოდ ეს ჩვენი დახმარება ჰუმანიტარული, რომელსაც რესპუბლიკური სამავთყოფოს საინიციატივო ჯგუფი ქალბატონ მაკაბულიშვილის ხელმძღვანელობით აწარმოებს, უკვე 22 გასვლას ითვლის. უკვე მეორე წელია, რაც ამ გასვლებს ვაწარმოებთ. ეს გასვლები ხორციელდება როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ანუ ჩვენი ეს დახმარება არის სრულიად უანგარო. ძალიან გვინდა, რომ აქაურ ხალხს დავეხმაროთ სამედიცინო სფეროში, რაც პრობლემები აქვთ, მოუგვაროთ. ძალიან მომწონს ეს აქცია. დადებითია. მე პირადად მაყოფილი ვარ ექიმების მომსახურებით, დიაგნოზით და ყველაფრით. ადრეც ვიყავი გენაცვალე, უღრმეს მადლობას მოახსენეთ გამგეობიდანაც. თქვენს და ყველას, ვინც ჩვენესანა საწყალ ხალხს ეხმარებიან ყველანაირად. მოვედით მაკა ექიმის. თანხმობთ, რომ გვითხრა შეგვპირდა, რომ ჟინვალში იყვნენ მოსულები და ნამდვილად დაუჯერებელი იყო ჩვენთვის, მაგრამ მოვედით მაინც, დავურეკეთ მაკა ექიმს. შეგვხვდა ყველანაირად ხელი შეგვიწყო და იმისთან რამე გაგვიკეთა, მე არ ამას მე ვერანაირად ვერ შევძლებ მთელი ცხოვრება. სახსრების პრობლემა აქვს ჩემ შვილს. და აგვიღო ანალიზები და ყველაფერი გერმანიაში იგზავნება ეს ანალიზები და პასუხით თვითონაც ყველაფერი გაგვიკეთა აბსოლუტურად, არ ვიცი, დაუჯერებელია. ამას მე ვერ შევძლებდი. ჩემი ოჯახი ნამდვილად ვერ შეძლებდა. სიტყვები არ მყოფნის, ისეთი მადლობელი ვარ მე ამ აქციის მონაწილეების აბსოლუტურად ყველა ექიმის. უღრმესი მადლობა მუნიციპალიტეტის, რა თქმა უნდა, დუშეთის. უღრმესი მადლობა ყველას და ყველას არ ვიცი. კიჩიცის სახელობის რესპუბლიკის სამყოფოს შორის და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე რესპუბლიკური სამყოფოს ექიმთა საინიციატივო ჯგუფი და საყოველთაო ამბულატორიის ექიმთა ერთი ჯგუფი ატარებს საქველმოქმედო აქციას უფასო კონსულტაციები და ლაბორატორიული გამოკვლევები.